დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება დაიწყო 26 მაისი წელსაც ქვეყნის ყველა ქალაქში და მათ შორის რუსთავშიც საზეიმოდ აღინიშნება. კულტურული პროგრამების გარდა წარმოდგენილი იქნება სამხედრო ტექნიკა. წელს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სპორტული აქტივობებითაც დაიტვირთება. მინიფეხბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი და კიდევ რამდენიმე სპორტული შეჯიბრება. სპორტის მოყვარულებს წინ შთამბეჭდავი პროგრამა ელით. რუსთავში ამ დღეს დედაქალაქიდან მაღალი რანგის სტუმრებსაც ელოდებიან. თემაზე ჩვენი ჟურნალისტი ქრისტინა ასლამაზაშვილი მუშაობდა და ახლა ის თავად გვეტყვის. რით იქნება განსხვავებული დამოუკიდებლობის დღე წელს ჩვენს ქალაქში. ქრისტინა, მოგესალმები, არის თუ არა მზად რუსთავი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღის დასახვედრად? ლიკა, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობა თითქმის უკვე დასრულებულია, რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს. ტექნიკურ მხარეზე მუშაობა დაიწყება 24 მაისს საღამოს და გაგრძელდება 25 მაისს მთელი დღის განმავლობაში. რაც შეეხება კონკრეტულად კულტურულ ღონისძიებებს, კულტურული ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაიწყება დილის 11 საათიდან. გარდა კულტურული ღონისძიებებისა იგეგმება ასევე სამხედრო ტექნიკის გამოფენაც, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისვლა და შეიარაღების დათვალიერება, ასევე იგეგმება სპორტული შეჯიბრებებიც. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. ეს ტერიტორია 26 მაისის მთავარი ღონისძიებების ეპიცენტრად იქცევა. დილიდან მუსიკოსები სტუმრებს საზეიმო განწყობას პატრიოტული სიმღერებითა და კომპოზიციებით შეუქმნიან. შესრულდება მრავალჟამიერი ცრის შემდეგაც ქვეყნის ისტორიულ თარიღს მოსახლეობას მთავრობის წარმომადგენლები მიულოცავენ. ამ დროისთვის ღონისძიების ორგანიზატორები ბოლო დეტალებს ათანხმებენ. მთლიანად გაწერილია დღის პროგრამაც. კონცერტი ორ ეტაპად იქნება გაყოფილი, შუა დღისდან დავიწყებთ და საღამოს კიდევ გაგრძელდება. გარდა იმ ფეერვერკისა, რომელიც საღამოს 10-11 საათისკენ არის დაგეგმილი, ფეერვერკის შემდეგაც არ დამთავრდება საზეიმო ღონისძიებები და გაგრძელდება ადგილობრივი შემსრულებლების და ადგილობრივი ბენდების მონაწილეობით. ასე რომ ვფიქრობ, საკმაოდ დატვირთული და საინტერესო 26 მაისი ელოდება რუსთაველებს. წინა წლების მსგავსად მთლიანად გადაიკეტება სატრანსპორტო მოძრაობა კოსტავას გამზირზე. ამ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა გამოიფინება. ქართული შეიარაღებისა და საბრძოლო ნივთების დათვალიერების საშუალება ყველა მსურველს მთელი დღის განმავლობაში ექნება. მოეწყობა რუსთაველი მხატვრებისა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა გაყიდვაც. დამთვალიერებლის განწყობაზე კი კამერული ორკესტრი იზრუნებს. ტრადიციულად საკუთარ ხელნაკეთ ნივთებს გამოფენენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც. გამოფენით შეხვდება ისტორიულ თარიღს ისტორიული მუზეუმიც. აქ დღის განმავლობაში სტუმრებს სხვადასხვა სახის ექსპონატებისა და ფოტომასალის დათვალიერების საშუალება ექნებათ. ქალაქში მაქსიმალურად იქნება დაცული უსაფრთხოების ნორმებიც. მერის მოადგილის განმარტებით რუსთავი 26 მაისის აღსანიშნავად სრულიად მზად არის. ქალაქი ემზადება 26 მაისის ღონისძიებების ჩასატარებლად. მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ასევე მოედანზე გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები. როგორც იცით, ქვეყნის მასშტაბით ეწყობა ეს იმართება ეს ღონისძიებები და ჩვენ ვიწევთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ამ დღის აღსანიშნავად და მე ულოცავ ყველას წინასწარ ამ დღესასწაულს. საზეიმო ღონისძიებები გულგრილს არ დატოვებს სპორტის მოყვარულებსაც. სპორტული აკრობატიკა, მაგიდის ჩოგბურთი, ტურნირი ჭადრაკში, ქუჩის კალათბურთი, მინიფეხბურთი და 400 მეტრიანი მარათონი. სპორტის ამ სახეობებში გამარჯვებულებს მერიის წინ დამონტაჟებულ სცენაზე დააჯილდოვებენ. მთელი დღის განმავლობაში ღონისძიებებზე მისულ რუსთაველებსა და სტუმრებს საკუთარ შემოქმედებას ქორეოგრაფიული ანსამბლები წარუდგენენ. დღის კულმინაცია კი გალა კონცერტი იქნება. გვეყოლებიან საინტერესო სტუმრები, ძალიან ბევრი რუსთაველი მიიღებს მონაწილეობას ამ დღეს, იქნება სახალხო სეირნობა და ეს ყველაფერი დაიწყება დილის 11 საათიდან და გაგრძელდება გვიან ღამემდე. კონცერტის შემდეგ ტრადიციულად საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება, რის შემდეგაც გრანდიოზული ფოიერვერკი იგეგმება. საღამოს ცნობილი მუსიკალური ბენდების კონცერტი გააგრძელებს. თქვენთვის სპეციალურად ჯგუფი დესპანი და შელბი დაუკრავს. ელექტრონული მუსიკის მოყვარულების განწყობაზე კი გვიანობამდე დიჯეი იზრუნებს. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ 26 მაისს დილიდან გადაიკეტება კოსტავას გამზირი და მძღოლებს საშუალება ექნებათ გადაადგილდნენ შემოვლითი გზებით. ამ დღეს რუსთავში თბილისიდან მაღალი რანგის სტუმრებსაც ელოდებიან. პირდაპირ ეთერში ქრისტინა ასლამაზაშვილი საუბრობდა. მადლობა ქრისტინა.